მოკლედ, ამბავი ასეთია. ჩვენი არწივი ხაბიბი დაეტაკა არა, კონორს კი არა, პირდაპირ მადრიდის რეალს. წარმოგიდგენიათ, კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ამ კლუბის ფანი იყო, ახლა მათ საჯაროდ მიწასთან ასწორებს. საქმე ეხება ჩაბი ალონსოს. კაცს, რომელიც ლევერკუზენში სასწაულებს ახდენდა, მერე რეალში მივიდა და ხო, იქ ყველაფერი აირია. ხაბიბმა ინსტაგრამზე ისეთი პოსტები დადო, რომ ბაპეს და მთელ გუნდს ალბათ ყურები დაუწითლდათ. პირდაპირ თქვა: მოიშორეთ ეს ჭირვეული და თავგასული ფეხბურთელებიო. იცით რა არის აქ მთავარი ფილოსოფია? ხაბიბი ძველი ყაიდის კაცია. მისთვის იერარქია წმინდაა. მნიშვნელობა არ აქვს დარბაზში ხარ, კეიჯში თუ საფეხბურთო მოედანზე. მწვრთნელი არის მამა და ღმერთი. თუ მწვრთნელსა და გუნდს შორის პრობლემაა, ხაბიბის ლოგიკით ყოველთვის გუნდია დამნაშავე. მოდით დავფიქრდეთ, რატომ ვართ ასე აღშფოთებულები? იმიტომ რომ დღევანდელ სამყაროში ლოიალობა ჩალის ფასადაც აღარ ფასობს. ხაბიბმა დაწერა: ერთი წლის წინ მუხლებში უვარდებოდნენ, ეხვეწებოდნენ ჩამოდიო, ახლა კი გათამამებული ბავშვების გამო გააგდესო. ჩაბი, შენ საუკეთესო ხარო, ასე დაასრულა. სხვადასხვის, აი აქ მინდა ცოტა გადაუხლიო. მე ფეხბურთის დიდი ექსპერტი არ ვარ. 2 წელიწადში ერთხელ ვუყურებ ხოლმე ევროპას ან მსოფლიოს, როცა მთელი საქართველო ქუჩაშია და ემოციები პიკზეა. იქ მეც ყველაზე დიდი ფანი ვარ. მაგრამ ისე, ჩემს ცოდნაში რეალის თავდასხმაში დღემდე ბენზემა და დიმარია თამაშობენ. ხო, ვიცი, ახლა კომენტარებში გამფათხავთ, მაგრამ სიმართლე ეგაა. თუმცა როცა ხაბიბი ასეთ რაღაცას წერს, ეს უკვე აღარაა მხოლოდ ფეხბურთი. ეს არის პრინციპების ომი. ხაბიბმა მბაპეს სურათი დადო ალონსოსთან ერთად და ქვემოთ ისეთი ტექსტი მიაწერა, მიხვდებით რომ კონკრეტულად მაგ ვარსკვლავებს გულისხმობდა. ჩვენთან საქართველოში ხომ იცით როგორაა? პატივისცემა თუ დაიკარგა, იქ საქმე აღარ გამოვა. ვერანაირი მილიონები ვერ გიშველის თუ მწვრთნელის და უფროსის სიტყვა შენთვის არაფერია. ახლა მითხარით, თქვენ რას ფიქრობთ? მართალია ხაბიბი, რომ სპორტსმენი ყოველთვის უნდა ემორჩილებოდეს მწვრთნელს? თუ თანამედროვე ფეხბურთში ვარსკვლავები უფრო მეც წყვეტენ? იმიტომ რომ თუ ჩვენ ამას დაუშვებთ, მაშინ სპორტი სპორტად აღარ დარჩება. გადაიქცევა რაღაც უცნაურ შოუდ, სადაც 20 წლის ბიჭები, რომლებსაც ჯერ ცხოვრების არაფერი გაეგებათ, ლეგენდებს კარნახობენ პირობებს. ხაბიბის ეს გამოხდომა ახლა მთელ MMA სამყაროს მოედო. განსაკუთრებით ჩვენთან, სადაც ფეხბურთი რელიგიაა და ხაბიბსაც ბევრი უსმენს. ხალხი ორ ბანაკადაა გაყოფილი. ზოგი ამბობს, ხაბიბი თავის საქმეს მიეხტესო. ზოგი კი კაცის სიმართლეს ამბობსო. მე პირადად ერთი რამ ვიცი. როცა ადამიანი, რომელმაც ნულიდან მსოფლიოს მწვერვალები დაიპყრო, დისციპლინაზე საუბრობს, იქ ყური უნდა დაუდგო. მას არ უთამაშია 70 კილოგრამიანი ბურთით. ის 70 კილოგრამს იწონიდა, როცა კეიჯში ადამიანებს ანადგურებდა. მას იცის რა არის ოფლი და სისხლი. მბაპე და ბელინგემი? კი, მაგრები არიან, მაგრამ ხაბიბისთვის ისინი უბრალოდ ჭირვეული ბავშვები აღმოჩნდნენ. საინტერესოა თვითონ ფეხბურთელები თუ გაბედავინ პასუხისგაცემას? არა მგონია. ხაბიბთან კონფლიქტი ისეთი თემაა, საიდანაც მშვრალი ვერავინ გამოდის. ეს მხოლოდ დასაწყისია, მეგობრებო. წინ კიდევ უფრო ცხელი ამბები გვაქვს. დანა უაიტი რაღაცას ამზადებს, რაც საერთოდ დაგაშოკავთ. მაგრამ სანამ გადავალთ, დაფიქრდით. თქვენს ცხოვრებაში ვინ არის ის მწვრთნელი, ვისაც უსიტყვოდ ენდობით? თუ თქვენს ჭირვეული მოთამაშეები ხართ? ახლა კი ყურადღებით, რადგან რასაც ახლა გეტყვით, ამას სხვაგან ვერ გაიგებთ. დანა უაიტი დღეს ღამით პირდაპირ ეთერში გადის და ისეთ ბრძოლებს აანონსებს, რომელთა გამოც ხალხი ბინებს ყიდის, ოღონდ ბილეთი იშოვოს. თუ გონიათ, რომ აპრილის UFC-ზე ყველაფერი იცით, ძალიან ცდებით. მე გაგიმხელთ იმას, თუ რომელი წონითი კატეგორია დადგება თავდაყირა და რატომ არაჩვენებს დანა თავის კარტებს ბოლო წამამდე. მოკლედ, მეგობრებო, ჩვენი საყვარელი ბიძია დანა ისევ თამაშობს. ყველამ ვიცით, როგორ უყვარს მას ნერმებზე თამაში. დღეს ღამით ის ლაივში გამოვა და რამდენიმე ბომბა ჩხუბს დაგვიდასტურებს. ბევრი თქვენგანი ელოდება UFC-ს მთავარ ივენტს, მაგრამ მოდით რეალისტები ვიყოთ. დანა უაიტის სუბრელი არ არის. მთავარ ბრძოლას ის სადღაც მარტისთვის შემოინახავს. წესი ასეთია, რაც უფრო დიდია ბრძოლა, მით უფრო დიდხანს გაწამებენ ლოდინით. თუმცა აპრილი უკვე ცხვირწინ გვაქვს. აპრილის UFC-ზე ისეთი ამბები ტრიალებს, რომ აი დაფიქრდით, რომელი წონა ახლა ყველაზე გაჭედილი. მძიმე წონა. ჩემი პროგნოზით, ჩვენ ვიხილავთ სირილ განსა და ალექს პერეირას დაპირისპირებას. დიახ, პერეირა მძიმე წონაში. ეს არის ის, რაც სპორტს საერთოდ ახალ საფეხურზე აიყვანს.
წარმოგიდგენიათ პერეირას დარტყმა 100+ კილოგრამიან კატეგორიაში, იქ ტემპერატურა ცელსიუსით კი არა, პირდაპირ აფეთქებით გაიზომება. სხვათა შორის, ხამზად ჩიმაებზე ბევრი მეკითხება. მეგობრებო, ნუ იქნებით გულუბრყვილოები. რამადანი მარტამდეა, ჩიმაევი აპრილში გამორიცხულია. კაცი, რომელიც რელიგიას და ტრადიციებს ასე პატივს, მარხვის დამთავრებიდან ერთ თვეში ოქტაგონზე არ გამოვა. ეს არის ის 15%-იანი ფილოსოფია, რომელიც ბევრს ავიწყდება. სპორტი მხოლოდ კუნთები არაა, ეს არის სულიერი მდგომარეობა. თუ შინაგანად მზად არ ხარ, კეიჯში უბრალოდ ხორცია შესული და მეტი არაფერი. იცით რა მეგვირს? ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ აპრილი სუსტი ქარდი იქნებაო. ხალხო, აპრილში ლონდონის ტურნირიც გველოდება. 90%-იანი ალბათობით იქ პედი პიმბლეტი და ლერონ მერფი დაეტაკებიან ერთმანეთს. ეს იქნება ნამდვილი ინგლისური ომი, ოღონდ ლუდის და ჩხუბის გარეშე არა, რა თქმა უნდა. მოდით ცოტა წყალიც დავამატოთ ჩვენს მსჯელობას. აი რატომ ვართ ასე დამოკიდებულები ამ ჩხუბებზე? რატომ ველოდებით დანა ვაითის ყოველ სიტყვას ისე, თითქოს წინასწარ მწარმეტყველი იყოს? იმიტომ რომ ჩვენს ერთფეროვან ცხოვრებაში ეს ადრენალინი გვაკლია. როცა ხედავ როგორ გამოდის ორი ადამიანი, რომლებმაც თვეები იწვალეს, კილოგრამები დაიკლეს და არა ფუნტები, ჩვენთან ხომ ყველაფერი კილოგრამებშია და ერთმანეთს უმტკიცებენ ვინ არის ალფა, ეს არის ნამდვილი სანახაობა. მარტში ოლივეირა და ჰოლოვეი გვყავს. ეს უკვე შედევრია, მაგრამ აპრილი იქნება ის თვე, როცა გაირკვევა ვინ წავა ტიტულზე და ვინ დარჩება ისტორიის სანაგავზე. დანა ვაითი ახლა თავის კაბინეტში ზის, ალბათ კარგ სიგარას ეწვევა და ეღიმება, რადგან იცის, რომ ჩვენ ყველანი მის ანკესზე ვართ წამოგებული. და აი აქ მივდივართ ყველაზე მთავარ კითხვაზე. რა მოხდება თუ პერეირა მართლა ავა მძიმე წონაში და ტიტულს აიღებს? ეს იქნება ისტორიის გადაწერა. კაცი, რომელმაც ორ წონაში უკვე დაიპყრო მწვერვალები, მესამეს უმიძნებს. ეს უკვე აღარაა მხოლოდ სპორტი, ეს არის ამბიცია, რომელიც საზღვრებს ცდება. თქვენ რას ფიქრობთ, მეგობრებო? პერეირა მძიმე წონაში, ეს გენიალური სმაა თუ კარიერის დასაწყისის დასაწყისი? დაწერეთ კომენტარებში, ოღონდ არ დაიზაროთ, რადგან თქვენი აზრი ჩემთვის იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე დანა ვაითის პრესკონფერენცია. წინ მესამე ნაწილი გვაქვს, იქ საერთოდ სხვა დონეზე ავდივართ. არმან წარუკიანი, მაიკლ ჩენდლერი და ისეთი გამოწვევები, რომლებიც სისხლს აგიდუღებთ. არ გადართვათ, რადგან მესამე თაროთზე დევს ის საიდუმლო, რისთვისაც საერთოდ დაიწყეთ ამ ვიდეოს ყურება. აი, ახლა კი მივედით იმ მომენტამდე, რისთვისაც ამდენი ხანი მადრიდის რეალზე და დანა ვაითზე ვსაუბრობდით. ის, რასაც ახლა არმან წარუკიანზე და ილია თოფურიაზე გეტყვით, ბევრს არ ესიამოვნება, მაგრამ სიმართლე მწარეა. თუ გონიათ, რომ წარუკიანი უბრალოდ კიდევ ერთი მოჭიდავეა, თქვენ ფატალურ შეცდომას უშვებთ. და იცით რა? არსებობს ერთი მიზეზი, რის გამოც დანა ვაითს არმანი გულზე არ ეხატება და ამის გამო მისი კარიერა შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს. მოკლედ, არმან წარუკიანი ახლახან ჭიდაობის ტურნირზე გამოჩნდა და იქაურობა დაგავა. Real American Freestyle. ასე ჰქვია ამ ამერიკულ შოუს, სადაც არმანმა ლენს პალმა ისე გააცურა, როგორც ჩვენი ბიჯები აცურებენ ხოლმე მეტოქეებს დუშეთის საჭიდაო ხალიჩეზე. და აი აქ დაიწყო ყველაზე საინტერესო. არმანმა მაიკლ ჩენდლერი გამოიწვია. ჩენდლერმაც, რა თქმა უნდა, აბა მოვიდესო. მეგობრებო, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ჩენდლერისთვის ეს ფატალური იდეაა. წარუკიანი არის ბრუტალური. ის არ არის უბრალოდ სპორტსმენი, ის არის მანქანა. ბევრმა დამიწერა კომენტარებში. ბიჭო, ერთი ჩხუბი მოიგო და ეგრევე გააფანატეო. ხო, მესმის, არსებობს ასეთი ფენომენი. ახალი შთაბეჭდილების ეფექტი, როცა ბოლო გამარჯვებას ზედმეტად ვაფასებთ, მაგრამ წარუკიანის შემთხვევაში სხვა ამბავია. აქ კი მივდივართ ჩვენს სიამაყესთან, ილია თოფურიასთან. ახლა კარგად მომისმინეთ. ჩემი აზრით, მსუბუქ წონაში, lightweight, ილიას ვერავინ აჯობებს, წერტილი, არც მახაჩევი, არც წარუკიანი. ილია ამ წონაში დაუმარცხებელია, როგორც იტყვიან, ენდე აუს, მიკი მაუს, იცინის, თოფურიას სისწრაფე და ის ქართული გენი, რომელიც დარტყმაში დევს, ყველაფერს ანგრევს. თუმცა ნუ იქნებით ბრმები, წარუკიანი მაინც საფრთხეა. კაცმა ისეთი დონის ჭიდაობა აჩვენა პროფესიონალ მოჭიდავეებთან, რომ პირი ღია დამრჩა. წარმოიდგინეთ, ის MMA მებრძოლია და ტიტებს თავის სავესტი ქიაში სჯობნის, მაგრამ იცით რა მაცოფებს? არმანი ერთ თვეში 3 გრეპლინგის ტურნირზე გადის, კეიჯში კი არ ჩანს. კაცო, შეუშვით ეს ადამიანი ოქტაგონზე. წარუკიანმა ახლა თქვა, ოლივეირასა და ჰოლოვეის შორის გამარჯვებულს ველოდებიო. ძმაო, ეგენი მარტის ჩხუბობენ. სანამ ისინი აღდგებიან, სანამ მოემზადებიან, გამოდის რომ არმანი სექტემბერში იჩხუბება. ასე თუ გაგრძელდა ტიტულზე 2027 წელს გავა. ეს არის კარიერის ფლანგვა. არმანი ახლა პიკშია, მისი პრაიმია, ის კი დროს ჭიდაობაში კარგავს. იცით რა არის რეალური პრობლემა? დანა ვაითს უბრალოდ არ უყვარს წარუკიანი. რაღაც პიროვნული აქვთ ერთმანეთში და როცა ორგანიზაციის პრეზიდენტს არ ეხატება, შენი გზა მწვერვალამდე ორჯერ უფრო გრძელი ხდება.
ეს არის ცხოვრებისეული გაკვეთილი. მარტო ნიჭი არ კმარა, ურთიერთობებიც უნდა იწოდე. საბოლოო ჯამში რა გვრჩება? ხაბიბი მადრიდში წესრიგს ამყარებს. დანა ვაითი აპრილისთვის ბომბებს ამზადებს, ხოლო წარუკიანი და თოფურია შორიდან უთვლიან ერთმანეთს ტკბილ სიტყვებს. მე კი გეტყვით ერთ რამეს. ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი დღე ახალი სკანდალია. მადლობა, რომ ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს. თუ მოგეწონათ ჩემი გარჩევები, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და რაც მთავარია, დაწერეთ კომენტარებში. თქვენი აზრით, წარუკიანი უფრო საშიშია თუ მახაჩევი ილიასთვის? მე თქვენს პასუხებს ველოდები.